კომისია ჟურნალისტ ვახო სანაიას და ყველა თვითნებურად დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვს. ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით და მისი 14 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშობასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა პირველი განცხადება. ვახო სანაიას დაკავების შემდეგ პირველი განცხადება. ევროკომისია პირდაპირ ამბობს, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ეს არის დემოკრატიის სქვაკუთხედი და საძირკველი პრაქტიკულად და ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია ჟურნალისტების სიტყვის ჩახშობისკენ და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისკენ, ბუნებრივია ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს და საერთაშორისო აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, ევროკომისია კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, არა მხოლოდ იმ კანონებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს და რომელზეც კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან არ წყდება, არამედ ჟურნალისტების შეზღუდვაც და ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვაც ძალიან აშფოთებს ევროკავშირს, ამიტომაც ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. Journalists must be able to carry out their ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება დევნის ან უსაფუძვლო შეზღუდვების შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის სამიზნეში ამოღებასა და გაჩუმებაზე, ძირს უთხრის დემოკრატიის სწორედ იმ საფუძვლებს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ვახო სანაია, ისევე როგორც ყველა ის პირი, ვინც თვითნებურად არის დაკავებული. უკვე მესამე დღეა ქართულმა ოცნებამ ჟურნალისტი სიტყვის გამო და სოციალურ ქსელში პირადი მოსაზრების დაწერის გამო ციხეში გაუშვა. ამის გამო არ წყდება გამოხმაურებები, საერთაშორისო გამოხმაურებები, როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც ქართული ოცნების ამ ნაბიჯებს ავტორიტარიზმად ახასიათებენ და უწოდებენ ამას სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციას და გამოხატვის თავისუფლების თუმცა მიუხედავად ამისა და ამ სამდღიანი კრიტიკისა, ქართული ოცნება რიტორიკას არ ცვლის, ისინი კვლავ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია იყო დამნაშავე, ის არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი და ის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რაც გამოხატვის თავისუფლებაში არ სჯერა და ქართული ოცნება პრაქტიკულად კიდევ აგზავნის სიგნალს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საკუთარ აზრს გამოხატავს სოციალურ ქსელში, შესაძლოა აღმოჩნდეს ციხეში, რომელსაც გააკონტროლებს ქართული ოცნების მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული სქროლვის პოლიცია. თუ ისინი ჯარიმას არ გადაიხდიან და გამოავლენენ უპატივცემულობას, უპასუხისმგებლობას კონკრეტული უწყებების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ, შემდეგ იქნება უკვე კონკრეტულად სხვა სანქცია, როდესაც მაგალითად ბატონი სანაია, რომელიც 14 დღით წაბრძანდა საღჯელასრულების დაწესებულებაში და თითქოს Facebook პოსტის გამო წაბრძანდა. არ წაბრძანებულა, იგი წაბრძანდა შეურაცხყოფელი პოსტების გამო, მან ჩაიდინა ეს ყველაფერი განმეორებით, მან არ გადაიხადა არც ერთი ჯარიმა, მან არ გადაიხადა არც მეორე ჯარიმა და შემდეგ ნურავის ნუ გაუკვირდება, როდესაც ესე უპასუხისმგებლოდ იქცევა, რომ შეიძლება საჯელასრულების დაწესებულებაში მოუწიოს გამგზავრება. საერთაშორისო საზოგადოება, სხვადასხვა პოლიტიკური წრეები ქართულ ოცნებას ავტორიტარულ ძალად ახასიათებენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვითნებურად ჟურნალისტი სიტყვის გამო გაუშვეს ციხეში და ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის რეპრესიები და ჟურნალისტების დაკავებები არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი, ამიტომაც ისინი ბიძინა ივანიშვილის გუნდს ავტორიტარულ ძალად აცხადებენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ქართულ ოცნებას გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული და სოციალურ ქსელში პოსტის დაწერის გამო დაკავებული ჟურნალისტი.